ტრადიცია, მისტიკა, ნიღბის ქვეშ დამალული სახეები. თებერვალმა თალხი ფერი დათმო და გზა ფერად კოსტიუმებს, ნიღბებსა და სიცოცხლეს მოწყურებულ საზოგადოებას დაუთმო. იანვარი, ვენეციის მთავარი არხი. ნავების აღლუმს არც მეტი არც ნაკლები, გოლიათი ვირთხა პანტეგანა მიუძღვება. აი ესეც ვენეციური ხუმრობა, ნიშნად იმისა, რომ ვირთხა ამ ქალაქის ყოველდღიური რეალობის ნაწილია. გიგანტური ვირთხა რიალტოს ხიდთან ფეთქდება და ვენეციის კარნავალიც შეგვიძლია გახსნილად გამოვაცხადოთ. წყაროებში ეს ტრადიცია მე-11 საუკუნიდან ჩნდება და ყოველთვის აღდგომის დიდ მარხვას უძღვის წინ. სწორედ ამიტომ დღესასწაულის თარიღი მოძრავია. მარხვის დაწყებამდე ცხოვრებით ტკბობის ვენეციურ ტრადიციას თანასწორობის სურვილით დაერთო და ნიღბის კულტურა გაჩნდა. გლეხსა თუ დიდებულს, მხოლოდ ამ დღეებში შეეძლოთ ერთად მოელხინათ, რადგან ვინაობას ნიღაბი ფარავდა. იყო ვენეციელი, ჩემთვის ეს ნიშნავს ვიყო სიცოცხლით სავსე, ინტელიგენტი საზოგადოების წევრი და რაც მთავარია, ნაწილი იმ დიდებული ტრადიციისა, რომელსაც ვაცოცხლებთ. კარნავალი წელს კიდევ უფრო გრანდიოზულია. მიხარია ჩვენი ხალხისა და ქალაქის გამო. ღმერთმა დაგლოცოთ. კარნავალზე არც ეს პადრია ნამდვილი. აქ სრული თავისუფლებაა. ყველა ის ხდება, ვინც თავად სურს. ქუჩაში ხეტიალი კოსტიუმების შოუ, თეატრალური წარმოდგენები, აკრობატიკა და ნიღბების კონკურსი. გასართობებით თავბრუ თუ დაგეხვათ, შეგიძლიათ ტრადიციული ტკბილეულის გასასინჯად შეისვენოთ. შემდეგ ისევ გაერთოთ თავბრუს ხვევამდე, თუ კი ამას წყლის დონე დაგასდით. ესეც ჩემი $10 ჩექმები, ისევე როგორც სხვების. ვენეციის მშრალ ბილიკებზე თუ გადავინაცვლებთ 12 მარიას ავედევნებით, რომლებიც სან-პიეტროს ეკლესიიდან სან-მარკოს მოედნისკენ აღლუმით მიემართებიან. ამ კაბაში თავს ისე ბედნიერად ვგრძნობა, არასდროს გავიხდიდი. მრავალი საუკუნის წინ მეკობრეებმა სწორედ ამ ტაძრიდან გაიტაცეს 12 პატარძალი, 12 მარია. ვენეციელები უკან დაეტევნენ, ხევლები გამოიხსნეს და ეს გამარჯვებაც მათი ვაჟკაცობის, ღირსებისა და ქალის პატივისცემის სიმბოლოდ იქცა. აი ამ ქალებს განასახიერებენ ჟიურის მიერ ყურადღებით შერჩეული ლამაზმანები. თუმცა კონკურსის კრიტერიუმები ამჯერად განსხვავებულია. აქ სილამაზეზე მეტად მთავარი ვენეციური ხასიათი და ავთენტურობაა, რომელიც ამ ქალაქთან გვაკავშირებს. ქალი, რომელიც მომავალ კარნავალამდე ვენეციის სახე იქნება, ჟიურიმ ლა ფენიჩეს თეატრის სალა პოლინეში გამართულ გალა ვახშამზე შეარჩია. ასე რომ გამარჯვებული 18 წლის მარტინ დიობულო მომავალ წელს ქალაქის მთავარი კოშკიდან ტრადიციულ ანგელოზის ფრენას შეასრულებს. ვენეციაში შემოღამება კერძო წვეულებებსა და ბალმასკარადებს მოასწავებს. თუმცა ეს ძვირის სიამოვნება ყველასთვის არ არის. სამაგიეროდ საყოველთაო სანახაობა გრანდ კანიონზე ელოდა მაყურებელს. ზამთრის ოლიმპიადამ და ვენეციის კარნავალმა იტალია მართლაც მსოფლიოს ცენტრად აქცია. თუმცა ზღაპარს დასასრული ყოველთვის აქვს და ახლაც ღონისძიება 17 თებერვალს საწყალოსნო შოუმ დახურა. ამით კი ქალაქის საკარნავალო ჟრიამოც მომავალ წლამდე დაემშვიდობა.